შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი. მათ შორის ერთი ლიდერი, რომლებიც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში სასურსათო მაღაზიებს ქურდავდნენ და უკანონოდ ფარულად დაუფლებულ ნივთებს წინასწარის შეთანხმებით სავაჭრო ობიექტებში აბარებდნენ. დაკავებულთა შორის არიან ის მოვაჭრეები, რომლებიც იბარებდნენ ნაქურდალს შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. დაკავებულთაგან 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცავების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფის ლიდერი დანაშაულებრივ სქემაში არასრულწლოვნების, მათ შორის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი მოზარდების ჩაბმას სისტემატურად ეწეოდა. კერძოდ იგი კონტაქტზე იყო დანაშაულებრივი ჯგუფის წევრ არასრულწლოვნებთან და უზრუნველყოფდა მათ გადაადგილებას თბილისსა და რეგიონებში, სადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ობიექტებს ქურდავდნენ. არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში წინასწარის შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. ამასთან დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებისა და კუთვნილი მაღაზიების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა. სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები. გამოძიება მიმდინარეობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და წინასწარის შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა გასაღების ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილის და 186 მუხლის მესამე ნაწილით, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისამართლებრივ პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. ყველა ვინც ჩაიდენს მსგავსი სახის დანაშაულს, კანონის შესაბამისად უმკაცრესად იქნება დასჯილი.